მეაბრეშუმეობა საქართველოში ვახტანგ გორგასალთან არის დაკავშირებული. დაახლოებით მე-5 საუკუნიდან შემოვიდა ეს საოცარი არსება ჩვენს ქვეყანაში და დაიმკვიდრა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ადგილი და მათ შორის კულტურულიც. საბჭოთა კავშირის შემდეგ ამ დარგმა განიცადა ძალიან დიდი უკუსვა, თუმცა გვაქვს სურვილი რომ ავაღორძინოთ და იმედია გამოგვივა. ჩვენს ოჯახში მეაბრეშუმეობა 2022 წლიდან იგიდევს ფეხს, როდესაც კახეთში ჩავედი ქალბატონ ვლამარა ბეჟაშვილთან, ჩემს მასწავლებელთან და უფროს მეგობართან, წამოვიყვანე მური და მას შემდეგ უკვე მე-5 წელიწადია რომ ამ აბრეშუმთან ერთად ყოველ გაზაფხულს და ზაფხულს ხვდებით და ჩემი იდეაც ის არის რომ სანამ მე ცოცხალი ვარ, საქართველოში ქართული ჯიშის აბრეშუმის ჭია აუცილებლად იარსებებს და ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს რომ მომავალ თაობას გადავცეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ერის საუნჯე. განსაკუთრებულია ქართული აბრეშუმი იქიდან გამომდინარე რომ მხოლოდ საქართველოში აქვს თუთის ხეს რძისებრი სითხე, სხვაგან მსოფლიოში არსად არ არის ეს მოვლენა და ქართული აბრეშუმის ძაფიც განსაკუთრებული და გამორჩეულია, აღიარებულია ჩინეთშიც, ევროპაშიც, იაპონიაშიც და ძალიან ისეთი დიდი სახელიც გქონდა თავის დროზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეგერ აბრეშუმის გზა იყო ჩვენი ქვეყნის ზედმეტ სახელი, ასე რომ ვთქვათ, შუა საუკუნეების პერიოდშიც. ასე რომ მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს დარგი აღორძინდება, აყვავდება და არ მიეცემა დავიწყებას.